მიმართეთ რობერტ ჩხაიძეს, ქალაქის მერის წარმომადგენელი იყო, მაშინ ახლა დეპუტატობაში ის კრენშმაკლა, ჩვენ იმიტომ ვართ წინააღმდეგი და იმიტომ ჩემს გულის პირს ვამოგავ, მოგვატყული ამ კაცმა და ტყუილებით სავსე ყომარა ადამიანი დეპუტატი არ გიხდება. თვითრების ფულის გადახდის შესახებ და ახლა გვეუბნებიან თქვენ აქაბინა არ გეკუთვნით და ასახლებენ ბარაკებში მცხოვრებ ხალხს. იმ ბარაკებში მცხოვრებ ხალხს მაინც ბარაკი აქვს, ჭერი აქვს, თავზე და ჩემს შვილს არ აქვს, ქუჩაში აქვს ბავშვები და ქუჩაში ყავს, დაკირავებში ცხოვრობს სარდაფში. მერიასთან მოვდივარ, გვეუბნება თქვენ ხელშეკრულება არ აქვს, ჩემთანო მოითხოვეთო დექსუსო და ახან აქეთ გვისრულებე ხან იქით. დავდიოდით ბატონო ლევან ვარშალომიძესთან, მე თქვენს გვერდით ვარ დაგეხმარებით. დავდიოდით დავდიოდით ფინანსთა სამინისტროში, ვაშა ბოლქვაძე იმანაც მოგვატყუა, ახლა დეპუტატებში იყრის კენს. მე დეპუტატს არ მისცემ. ამდენ ტყუილებს ამბობს ხალხში და კიდე კენს იყვნენ, კიდე ხალხის ნდობა უნდა თუ ამათ. ჩემთან თქვენ ძალიან ბევრჯერ გქონდათ შეხვედრა, შეიძლება აქაც მაგრამ რაში დავინახეთ თქვენი დახმარება. ხაბატონო, არის ასეთი სიტუაცია, მე ძალიან ახლად მაშინაც ვიყავ და ყველას თქვენს. სამართლებრივად ჩვენ ამ საკითხში ვერ ვერევით, იმიტომ რომ ეს არის კერძო მოქალაქეებისა და არ არის ეს კერძო მოქალაქეები. ქალაქის მერიამ წაგვართვა ჩვენი. გასაგებია, მაშინ დავამთავრებდი. ხო, მერიამ წაგვართვა ჩვენი. ხალბატონო, ახ იძახ მე არ წაურთავია მერიას მინე. კი, ბინები წაგვართვა. მერიამ ბარაკებში მაცხოვრებელი ხალხი და გაჭირებული ხალხი და ბარაკები აქვენ მაინც და ჩემი ნაკიდით მისცა სხვა. გაჭირებული ხალხი, სოციალურად დაუცველები უმრავლესობა ქალაქ ბათუმის მერიამ დააკმაყოფილა. არც კირთაძე გიორგი შესულა, არც კირთაძე გიორგი. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს პროგრამა ბათუმის ბარაკების გარეშე. მე რა მიყო მე? შეპროგრამა გადა მე რა შეშვი მაშინ ჩემი ფული დამახარჯე. ბოდიშვენ მე დაგახარჯიეთ ფული. შემოვიდა დამახარჯე იმ სახში მე 6 სართული ავაშენე. კაცო საკითხულობდი. კერძო კომპანიასთან მოლაპარაკებაში მერია იყო ჩართული თუ არ იყო? არ იყო, მაგრამ ახლა ხო წამართვა მე მერიამ და იმათქვა მე შენ რომ მომეციო თანხაო 6 სართული აგიშენეო და მე რას მთხოვო მეუბნება ეს ადამიანი. ესე გავაკეთოთ მაშინ. რა ხა უბრალოდ ამ თემებზე არ შევლაპარაკობ და პოზიციაზე ვერ ჯერდებით. მაშინ გამომიყევით იურისტი ერთი, თუ გინებავთ თავიდან რომ ვილაპარაკოთ ამ თემაზე, მოიყვანეთ იურისტი, დავაჯინოთ მერის იურისტებიც, ერთად თქვენს დაესწრათ, თუმცა ყველა ერთად არა, იმიტომ რომ დაახმამა გალაპარაკობ და იურისტები ასე გამოიტანებენ, მე ამიტომ 1-2-3 ადამიანი გამოვყევით და დავილაპარაკოთ რა წაგართვათ მერიამ. თუ თქვენ მერიამ რამე წაგართვათ, პირობას გალევთ რომ აუცილებლად მოვისმინეთ, მერიამ თუ არ წაგართვა საწევიდან ჩვენი ბინები. საწამიდა. კითხეთ იმას, ვისაც ფული გადაუხადეთ. როგორ? ვისაც ფული იგი გადაუხადეთ. მერია მერიამ წაგართვა. ჩვენ ბატონ ლევანის რა ვთხოვდი, შეგვახედრეთ ბატონო დექსუსის წარმომადგენელთან. აი ჟანრის მხრიდან. დაგეხმარებით ჩვენ. აბა ის შუაში არა, ეს შუა მე ვარ შუაში. ბათუმის საკრებულოს თემადარბაში ხო შეხვდით დექსუსის წარმომადგენელს. არ შეხვდით, არავინ ჩვენი არავინ არის. აცალე წამ კაცო. მე ვიცი რომ თქვენი წარმომადგენელი არ იყო არავინ. ყველაფერი თქვენი იყო, ჩვენი არფილი არ არის. არ შეხვდენი არც ერთი. ჩვენ მაგას ვითხოვთ რომ დექსუსის წარმომადგენელი. როგორ გაგაგებთ ჩვენი? არავინ არ არის. ყველა ერთი ვარ და ვიცით ჩვენი მდგომარეობა. არ შეხვდეთ მე ჩემ ხერხდება გამოსვლა. კიდევ ერთხელ გემეორეთ. უნდა მიბრძანეთ სასამართლოში.